გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მიხეილ სააკაშვილს ნანუკა ჟორჟოლიანისთვის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა შეუთავაზებია, მაგრამ ნანუკას უარი უთქვამს. თავისი უარი იმით აუხსნია, რომ ახლა ნაცებს ძალიან კარგი თავმჯდომარე ყავთ. წესიერი, თავაზიანი, ჭკვიანი და ლამაზი. ნანუკამ ასე თქვა და იცით დაამატა თინათინი ჩემზე ლამაზიც არის და ჭკვიანიცო. მესიამოვნა მეგობრებო, დიახ. ყოველთვის ვიცოდი რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავმდაბალი და მორიდებული ადამიანი იყო. ეს ყველაფერზე ეტყობოდა. მას რომ ვუყურებდი, სულ მახსენდებოდა ჩეხოვის პიესა ძია ვანია, სადაც ასტროვი ამბობს, ადამიანში ყველაფერი უნდა იყოს შესანიშნავი, გარეგნობაც, ჩაცმულობაც, სულისა და აზრებიც. ნანუკა შემხედრე ამას ნამდვილად ვადასტურებ. განსაკუთრებით მისი ჩაცმულობა იპყრობდა ხოლმე ჩემ ყურადღებას. მოკლედ, ნანუკამ არაო. ახლა კი ყოველგვარი შაყირის გარეშე ვიტყვი, არ ყოფილა მთლად წყალწაღებული ეს ჩვენი რატომ? ეს მათი ნანუკა, რადგან იმდენ ჭკუა იყო ასეთ წინადადებაზე უარი რომ ეთქვა. თუმცა ეს უარი ბოკუჩავას გამო ნამდვილად არ უთქვამს. ბოკუჩავაზე მისი ეს პასაჟი, რა თქმა უნდა, სრულიად მოგონილია. ქალი არ მეგულება, ვინც სხვა ქალზე გულწრფელად იტყვის, ჩემზე ლამაზი და ჭკვიანიაო. თქვენ გეგულებათ? თუ გეგულებათ, მაშინ ეს ქალი კი არა ზე ქალი ყოფილა. ეს დეტალებია. მოკლედ, ნანუკას იმდენ ჭკუა კი იყო, რომ მივხვდარიყო მისი დღევანდელი მდგომარეობა, ანუ თავისუფალი კალატოზის პოზიცია გაცილებით უფრო მომგებიანი და უსაფრთხოა, ვიდრე თინა ბოკუჩავას პოსტი. თანაც ნათავმჯდომარე მელიასა და ხაბეიშვილის ბედი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. არც მელიას და არც ხაბეიშვილს კარგი არაფერი უნახავთ იმ თანამდებობაში და ვერც ბოკუჩავა ქაჩავს, რადგან საქმე, რომელსაც ნაცები ემსახურებიან, იმ თავითვე წამგებიანია. ნანუკას ეს ესმის. ანა თვითონ თუ არ ესმის, მაშინ ვიღაც ჭკვიანი მრჩეველი ყავს, რომელიმე ბლაჟევიჩი, სენკევიჩი ან დოდევიცკევიჩი, დიახ. იმ მრჩეველმა ურჩია, არ მიქარო ნანუკა, არ დათანხმდე, ეს პოზიცია ჩიხისკენ მიმავალი გზაო. ნანულამაც ალბათ დაუჯერა და უარი შეუთვალა მიხეილს. მაგრამ ეს არაა მთავარი მეგობრებო. მთავარი ჩემთვის ამ სიტუაციაში სხვა რამეა. ესე იგი მიხეილი არ არის ბოკუჩავათი კმაყოფილი. დიახ. აბა ახლა კმაყოფილი რომ ყოფილიყო ნანუკას ხომ არ შეესთავაზებდა ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციას. ვერ ზიდავს თინათინ ბოკუჩავა ამ ტვირთს, დიახ. ვერ ამართლებს მასზე დაკისრებულ იმედს, ვერ ძაბავს სიტუაციას ისე, რომ ხალხის მასებმა დაანგრიონ ციხის კარი და ოქროს ტახტით გამოაბრძანონ მიხეილ რეფორმატორი. რაც არ უნდა მითხრას ნებისმიერმა ნაცმა, დარწმუნებული ვარ, ერთადერთი რაც სააკაშვილს დღეს აწუხებს საკუთარი ტყვეობაა. მისმა მხიარულმა ოჯახმა ვინ არ ჩართო მის გათავისუფლებაში. ხომ ასეა? ძალიან მეზარება, თორემ მოვიძიებდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ერთხელ მაინც მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება ნებისმიერი საბაბით. დაწყებული იმით, რომ თურმე ის დღე-დღეზე კვდება და დამთავრებული უკრაინის ფრონტისთვის მისი გადამწყვეტი როლით. რა არგუმენტები და ანალიზების პასუხები არ იქნა წარმოდგენილი მთელი ამ ხნის მანძილზე, მაგრამ არც ერთმა არ გააჭრა. მიხარია რომ არ გააჭრა. ეს კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება უშიშარი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული. ისე მართლა რა ზეწოლას უძლებენ ისინი მსოფლიო კაპიტალისტებისგან და მაინც დგანან. მიიღეთ ჩემგან დიდი პატივისცემა, გროსმაისტერებო. ახლა რაც შეეხება ბოკუჩავას. საინტერესოა მისი თავმოყარეობა არ ილახება იმ ფაქტით, რომ ბელადი მის შემსვლელს ეძებს. თინიკო ღამღამობით არ ასველებს ბალის ქალურით სრემლით და არ ეკითხება საკუთარ თავს, რას ვაკეთებ არასწორადო. ალბათ მეუღლე ამშვიდებს. ეუბნება, რომ ეს ყველაფერი ინტრიგებია. არა უშავს ამასაც გაუძლებ და
ამ გაუგებრობიდან განწმენდილები გამოვალთო და თინათინიც მშვიდდება, მაგრამ მეორე დღეს კვლავ ესმის, რომ ის შეიძლება პატარა სანიკიზით შეცვალონ, ეს კი უკვე სრულიად მიუღებელია მისი შინაგანი სამყაროსთვის. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. რა უბედურება სჭირს ნაციონალურ მოძრაობას, მეგობრებო, სრული კრახია. ისეთი თავმჯდომარე ვერ დაუნიშნავთ, რომელიც მოსახლეობაში ღიმილსა და ირონიას არ იწვევდეს. გაიხსენეთ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ NM-ს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იყო, ნინა ანანიაშვილის მეუღლე. ბევრი რამ შეიძლება დააბრალო მას, მაგრამ ტიპი საკმაოდ მონუმენტური და განათლებული იყო. რა სკოლა ჰქონდა გავლილი, ხომ გახსოვთ? მგიმოდან დაწყებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გასაიდუმლოებული დეპარტამენტის კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილების თანამშრომლობით დამთავრებული. იყო ასევე დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. ანუ კაცს ისეთი ბექგრაუნდი ჰქონდა, ბერიას შეშურდებოდა. და ახლა თავმჯდომარის პოზიციაზე განიხილავენ ნანუკა ჟორჟოლიანს, გუბაზიჩს, მანამდე კი ლევან ხაბეიშვილი იყო. ამას რა ქვია, მეგობრებო? ამას ქვია რეგრესი. და სულ ასე რეგრესულად გევლოთ ნაცებო. თუმცა ჩემი შეგონების გარეშე ზუსტად ასე დადიხართ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.